კი, მკერდი გავიკეთე არა, გავიკეთე გამოდის ხო, აბა შევიცვალე იმპლანტი. 15000 ლარამდეა. მე ესე გადავიხადე. სასწრაფოდ მქონდა შესასვლელი, კაფსულა მქონდა, კაფსულის ქვედა მხარეს მქონდა სის ჩაქცევების სითხე. ავარიაში რომ მოყვები ადამიანი და რომ გაგინადგურდება ხო ის ყველაფერი, აი ეს მთი მდგომარეობა მქონდა და იძულებული ვიყავი რომ სასწრაფო წესით გამოვიცვალე, იმიტომ რომ საშინელი პრობლემა მქონდა სის ჩაქცევები, მქონდა კაფსულა. კოტეს არ გავუკეთებიათ სუდად. როგორ იყო იცით, მე რომ გავიკეთე ოპერაცია, ერთ თვეში დავჭი 2 სულად მაქსიმეზე. ანუ ამ შემდეგი პერიოდი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე არ ვაცადე, ასე რომ ვთქვა, არ ვაცადე, რომ შემდეგი პერიოდი ყოფილიყო კარგად და ბოლომდე ჩავეტარებინა ეს რა. ხო და კოტეს ბრალი არაფერი არ არის. ზოგადად ძალიან დიდი მნიშვნელობა პაციენტი როგორ მოუვლის თავს ოპერაციის შემდეგ. საჭესთან არ ვზივარ, ძიმეს არ ვეწევი. აი ამ ჩათაში მიდევს ერთი ტელეფონი და ტუჩსაც მხოლოდ და ესეც ძალიან ხელებს დიდად არ ვატრიალებს, ზევით არ ვწევ ხელებს, კორსეტი სულ მიკეთია და ასე შემდეგ. კაფსულა იცით რა არის? კაფსულა არის წარმოიდგინეთ იმპლანტზე რო ხო, გარშემო რო შემოერტყას ქსოვილები და ის ქსოვილები რო უჭერდეს ამ კაფსულას რა. ვაკუუმს ხო ქმნის. ამიტომ მე გავიკეთე მოტივას მგვალი იმპლანტი, რომელიც არის ჰიპოალერგიული. ხო, ხავყარა გლუვია. პირიქით, გლუვის ზედაპირი აქვს, რომელიც ამცირებს რისკებს რა. ზოგადად კაფსულა კიდე ემართება ისეთ ადამიანებს, ვისაც უცხო სხეულის შეგუება ორგანიზმს უჭერს. და ცდილობს რომ ორგანიზმმა ეს ყველაფერი, ანუ ცოტა უხეშად რომ ვთქვათ, გამოაგდოს ასეთ რომ ვთქვათ რა. და კაფსულას იკეთებს მაგით, ვისაც შეგუების პრობლემა აქვს ორგანიზმის, ხო? მარტო ანუ პირდაპირ ქირურგზე რომ გადადიან ხოლმე და რაღაც ესე არ არის, უნდა ვიცოდეთ სწორი ინფორმაცია, რისგან კეთდება კაფსულა. ეხლა გავიკეთე მოტივა, რომელიც სოფლიოს მასშტაბით არის ინოვაციული იმპლანტი, ვისაც სიმსივნე აქვს და აი ესეთი პრობლემები აქვს, ყოველთვის შეგუების პრობლემა აქვს ორგანიზმის, ყველა იკეთებს მოტივას რა და პლუს ძალიან ბევრი ფაქტორის გამო გადავწყვეტა, სიკვდილის გამო, ბუნებრივობის გამო, აი ეს ხელოვნურის მაგრე არა აქვს და შეგუების პრობლემის გამო, რომ კაფსულის რისკები შემცირდეს. იცი როგორ შევატყვე? კერდის ფორმა იყო სხვადასხვა. ანუ ერთი ზევით იყო, ერთი ქვევით იყო, რომელიც ზევით იყო, ეგ იყო კაფსული. ფოტოებში მეუბნეო რა მჭირს კერძეო. ხვდები რა, რა მჭირს თქო და ერთი ანუ ფოტოებში ერთი კერდი ზევით არისო, ერთი კერდი ქვევით არისო და რეალურად ვაკვირდი, მართლა ასე იყო და მე ხო ძალიან შიშარა ვარ, მაშინ ერთთან მივედი, ეხოსკოპია გავიკეთე და კაფსულა გაქვს.